გამარჯოს ყველას, ვინც ამ ტექსტს კითხულობს. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, რადგან ის, რაც ახლა UFC-ს სამყაროში ხდება, ნამდვილი ქართული ცეცხლი და ნავთია. ჩვენი ილია თოფურია ისევ ყურადღების ცენტრშია და ამჯერად ისე აფეთქა სიტუაცია, რომ ყვამლი ჯერ კიდევ არ გაფანტულა. არიელ ჰელვანიმ, რომელიც მოგეხსენებათ, ნამდვილი მაინტრიგებელი ჟურნალისტია. ილია თავის ეთერში ჩაიგდო ხელში და ისეთი კითხვები დააყარა არმან სარუკიანზე, რომ ჩვეულებრივი მოყდავი ალბათ დაიბნეოდა. მაგრამ ილია ხომ იცით, მას ენაზე ყბილის დაჭერა არ ჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მის პოტენციურ მეტოქეს ეხება. არიელმა, როგორც გამოცდილმა პროფესიონალმა, იცოდა სად დაეჭირა თითი. მან ნელ-ნელა დაიწყო ჩჩხვლეტა და ილიამაც არ დააყოვნა. სიმართლე გითხრათ, ილიას დიდი ჯაჯგური არც დასჭირვებია, რომ ყველაფერი ეთქვა, რასაც სარუკიანზე ფიქრობს. მოდით ცოტა გადავამუშაოთ და გავიხსენოთ რა ითქვა იქ. ილიამ პირდაპირ თქვა, რომ არმანი, რბილად რომ თქვათ, არ გამოირჩევა დიდი გონებრივი შესაძლებლობებით. ბრიყვიაო, ასეთი იყო მისი განაჩენი, ოღონდ უფრო მძაფრი ფორმებით, რაც ეთერში ისმოდა. თითქოს ეს არ კმაროდაო და ფინანსებსაც შეეხო. თოფურიამ განაცხადა, რომ სარუკიანის მთელი ეს მდიდრული ცხოვრება და ფუფუნება სინამდვილეში მისი კი არა, მამამისის ჯიბიდან მოდის. მოკლედ, ილიას აზრით, არმანი უბრალოდ მამიკოს ბიჭია, რომელიც სხვისი ფულით იწონებს თავს. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო, სპორტული მხარე. ილიამ პირობა დადო, რომ პირველივე რაუნდში დააძინებს. ისე ნოკაუტში ჩააგდებს, რომ გონზე მოსვლას ვერ მოასწრებსო. მისი თქმით, სარუკიანი მისთვის საერთოდ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ერთი ლუკმაო. დაახლოებით ასე ჟღერდა მისი დამოკიდებულება. თითქოს სუფრაზე მწვადი მიართვეს და ილიაც აპირებს, რომ ერთი ამოსუნთქვით გადასანსლაფოს ეს მეტოქე. რა თქმა უნდა, სარუკიანი ამას ასე არ დატოვებს. ახლა როცა მე ამას გიყვებით, ჰელვანის ეთერი სულ რაღაც რამდენიმე საათის დასრულებულია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, არმანის პასუხი გზაშია. ის უკვე ემზადება თავისი ჭურვების გამოსროლებლად. სოციალურ ქსელებში ხალხი უკვე ატეხილია, რადგან ამ უქმეებზე სარუკიანმა ისეთი რამ გააკეთა, რამაც ბევრს კითხვები გაუჩინა. მან იური ფაბერი, რომელიც უკვე ასაკში შესული კაცია და ლეგენდაა, პირდაპირ ბეტონზე დაანარცხა. აი აქ მინდა ჩემი აზრიც ჩავრთო. მესმის, რომ პიარი გჭირდება, გინდა ვირუსული ვიდეოები და გამომწერები, მაგრამ კაცო, ფაბერი უკვე ასაკოვანი კაცია. ის შენთან საჭიდაოდ გამოვიდა, რომ ცოტა ფული იშოვოს და შოუ დადგოს. შენ კი იღებ და რინგის გარეთ ასფალტზე აგდებ. თან ისეთი სიმაღლიდან, რომ კინაღამ ჩელსონენიც თან მიაყოლა. ამას რომ ვუყურებდი, გული მკანკალებდა. კაცი შეიძლება სერიოზულად დაშავებულიყო. მართლა ღირს ერთი ვირუსული ვიდეო იმად, რომ ადამიანი ხეიბარი გახადო? არ ვიცი ჩემოძმებო, მე ასეთი საქციელი არ მეხატება გულზე. ილიამაც სწორედ ეს გააკრიტიკა. თქვა, რომ სარუკიანი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ სისულელეს აკეთებს. თუმცა მეორე მხარეც არის. არიელ ჰელვანიმ სწორედ აღნიშნა, რაც მეტ ასეთ გიჟურ რამეს აკეთებს არმანი, მით უფრო პოპულარული ხდება. მისი სახელი ყველგან ტრიალებს. ეს კი ნიშნავს, რომ ილიასთან ბრძოლა უფრო დიდ ფულს და ინტერესს მოიტანს. კი, სარუკიანი ცდილობს ბრწყინვალებას, უნდა რომ ტიტულზე იჩხუბოს, მაგრამ ილია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი პირიქით მისი მიჯს აფუჭებს და მასხარად აკეთებს. ამ ყველაფერში კი ერთი საინტერესო ფიგურაც ფიგურირებს. ნინა დრამა. ბოლო დროს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეს გოგო მებრძოლებს ნამდვილად კლოუნებად აკეთებს. მისი ინტერვიუები ხშირად ზედმეტად თამამია. ხან სარუკიანთან ერთად თამაშობს წვილის როლს, ხან ალექს პერეირასთან. ეს ყველაფერი პოპულარობისთვის კეთდება, მაგრამ ჩვენნაირ ხალხს, ვინც ცოტა ძველი ყაიდის ვართ, ეს ცოტა უხერხულად გვეჩვენება. მე, როგორც ოჯახის კაცად, არ მესიამოვნებოდა ჩემი შვილების, რომ ასეთ მდგომარეობაში ვენახებოდეთ. მოგლეთ, სიტუაცია ისეთია, რომ ორ ბანკობს შორის ნაპერსკლები წვივა. ილია თავის პრესტიჟულ საათებზე და სერიოზულ ბრენდებზე საუბრობს. სარუკიანი კი სტრიმერებთან და ნინა დრამასთან ერთად ერთობა. ნახოთ ეს დაპირისპირება სადამდე მიგვიყვანს, მაგრამ ერთი რამ ცხადია. მოსაწყვინი ნამდვილად არ იქნება. ახლა კი მოდით უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ ამბავში. იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ილია თოფურიას კრიტიკა სარუკიანის მიმართ მხოლოდ ჰაერზე ნასროლი სიტყვები არ არის. ილია ხას უსვავს ერთ მნიშვნელოვან დეტალს – სერიოზულობას. თოფურია დღეს არის კაცი, რომელიც მსოფლიო დონის ბრენდებთან თანამშრომლობს, უძვირფასეს საათებსა და კოსტუმებს ირგებს და ცდილობს მებრძოლის იმიჯი ახალ საფეხურზე აიყვანოს. მისი გადმოსახედიდან ის, რასაც არმანი აკეთებს, ეს მასხარაობაა. თუმცა მოდით ობიექტურები ვიყოთ. არმან სარუკიანი ჯერ არ არის ჩემპიონი. ილიას უკვე აქვს ქამარი, აქვს სტატუსი და შეუძლია თავს უფლება მისცეს იყოს პრესტიჟული. არმანი კი ამ წუთას იმ გზას გადის, რომელსაც ბევრი მებრძოლი გადის ტიტულამდე. ყვირის, ხმაურობს, ხანდახან ზედმეტადაც კი მაიმუნობს, ოღონდ ხალხმა შეამჩნიოს. გახსოვთ თავად ილია თავიდან. ისიც ხომ აკეთებდა trash talks, ისიც ხომ იწვევდა ყველას.
უბრალოდ ილიას სტილი სხვაა, უფრო ევროპული, უფრო დახვეწილი. სარუკიანი კი როგორც ჩანს, ნინა დრამასთან და სხვადასხვა სტრიმერებთან ერთად ცდილობს ინტერნეტის დაპყრობას. ბევრი ამბობს, რომ ნინა დრამამ მებრძოლები ერთგვარ შოუმენებად აქცია. ხშირად მისი ვიდეოები ზედმეტად სექსუალურია ან უბრალოდ უცნაური. სარუკიანთან ერთად გადაღებული კადრები, სადაც ისინი თითქოს ფლირტაობენ, ბევრს არ მოსწონს. ილიას კრიტიკაც სწორედ აქედან მოდის. მე სერიოზული ბიზნესმენი და ათლეტი ვარ. შენ კი ინტერნეტში სისულელეებს აკეთებო. მაგრამ მეორე მხრივ არმანს სხვა გზა აქვს. თუ არ იხმაურე, UFC-ში შანს ისე მალე არ მოგცემენ როგორც კიდდა. აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა. არსებობს თუ არა სხვა გზა? რა თქმა უნდა არსებობს. შეხედეთ ალექსანდრე ვოლკანოვსკის, მაქს ჰოლოვეის ან თუნდაც ჩარლს ოლივეირას. ეს ხალხი პატივისცემითა და სუფთა სპორტული ჟინით მოვიდა მწვერვალზე. პირადად მე ასეთი მიდგომა უფრო მიზიდავს, როცა მებრძოლი ოქტაგონზე თავისი საქმით ლაპარაკობს და არა იმით თუ ვის რა წიხლი ჰკრა კამერების წინ პიარისთვის. მაგრამ დღეს სამყარო შეიცვალა. სოციალური ქსელები და ვირუსულობა წყვეტს ყველაფერს. სარუკიანის ბოლოქმედებები, როცა ის ჭარბწონიან ბიჭებს ეხუმრებოდა, წიხლებს უქნევდა და მიწაზე აგდებდა, მართლა არ იყო ლამაზი სანახავი. შეიძლება მათ ეს აწყობდათ პოპულარობისთვის, მაგრამ სპორტული ეთიკის თვალსაზრისით ეს ძალიან დაბალი დონეა. ილია სწორედ ამას ამბობს, რომ ეს ყველაფერი სარუკიანს კეში კი არა, პრესტიჟი აკლებს. შენ შეიძლება მილიონობით ნახვა დააგროვო, მაგრამ თუ სერიოზულად აღარავინ აღიქმება, ქამრისთვის ბრძოლაში ეს შეიძლება ხელშემშლელი იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს დაპირისპირება გარდაუვალია. ილია და სარუკიანი ერთმანეთს ისევ კვენენ, რომ აშკარაა, რომ ეს ბრძოლა ადრე თუ გვიან შედგება. ილიამ იცის, რომ არმანი რეალური ძალაა ოქტაგონზე, რამხელა სისულელეებიც არ უნდა აკეთებდეს გარეთ. ამიტომაც ტრეშ თოლკი ილიას მხრიდან ერთგვარი სტრატეგიაა. მან უკვე დაიწყო სარუკიანის ფსიქოლოგიური დამუშავება. სარუკიანს ახლა რთული პერიოდი აქვს. მას ჯერ არ ჰყავს დანიშნული ოფიციალური მეტოქე. კი, ის რეიტინგში მეორეა, მაგრამ პირველი ნომერი ჯასტინ გეიჯია. UFC-ს ხელმძღვანელობა კი ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც ვერავინ წინასწარ პირწამყუცებს. შესაძლოა არმანს კიდევ ერთი ბრძოლა დასჭირდეს, მაგალითად დენ ჰუკერთან, სანამ ტიტულზე გავა. ილია კი ამ დროს მშვიდად ზის თავის ტახტზე და ელოდება, როდის მოუწევს მორიგი მსხვერპლის მიღება. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. ეს ყველაფერი ჰაიპს მაქსიმუმამდე წევს. რაც უფრო მეც ილაპარაკებენ ერთმანეთზე, მით უფრო ძვირი ეღირება მათი ბრძოლის ბილეთი. ჩვენ კი გულშემატკივრებს, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვუყუროთ ამ დრამას და ველოდოთ, როდის გადაიკვეთება მათი გზები კეიჯში. იქ უკვე აღარ იქნება ნინა დრამა, არც მამიკოს ფულები და არც ვირუსული ვიდეოები. იქ მხოლოდ ორი მებრძოლი და სიმართლე დარჩება. და იცით რა? ილიას სიმართლე ყოველთვის ძალიან მწარეა მისი მეტოქრეებისთვის. მას იცის, როგორ მოამზადოს ნიადაგი გამარჯვებისთვის, სანამ ხელთათმობზე მოირგებს. სარუკიანი კი ჯერ კიდევ ცდილობს იპოვოს ბალანსი კლოუნადასა და ნამდვილ ვარსკვლავობას შორის. ვნახოთ, ვინ უფრო მყარად დადგება მიწაზე, როცა ნამდვილი ქარიშთომი დაიწყება. ახლა კი მივედით მთავარ კითხვამდე. რა იქნება შემდეგ? მოდით რეალობას თვალებში ჩავხედოთ. ეს ბრძოლა უკვე აღარ არის უბრალო სპორტული ინტერესი. ეს პირადი გახდა. როდესაც ილია თოფურია ამბობს, რომ არმან სარუკიანი მისთვის იოლი ლუკმაა, ის ამას მხოლოდ პიარისთვის არ აკეთებს. ილია არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. გახსოვთ ვოლკანოვსკი? ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა ის ამბავი. ამიტომ, როცა თოფურია პირველ რაუნდში ნოკაუტს აანონსებს, სარუკიანის ბანაკში ნამდვილად უნდა ფრთხილობდნენ. სარუკიანის მდგომარეობა კი საკმაოდ ორაზროვანია. ერთი მხრივ ის ყველგანაა, სოციალურ ქსელებში, ინტერვიუებში, ვირუსულ ვიდეოებში. მეორე მხრივ UFC-ს ხელმძღვანელობა, კერძოდ დანა ვაიტი, ხშირად არაპატიებს ხოლმე მებრძოლებს ზედმეტ თვითშემოქმედებას, თუ ეს მათ გეგმებში არ ჯდება. კი, არმანი რეიტინგის მეორე ნომერია, მაგრამ პირველ ადგილზე ჯასტინ გეიჯია, რომელიც ნამდვილი მხეცია და მასაც თავისი პრეტენზიები აქვს. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ სარუკიანს ტიტულამდე კიდევ ერთი ნაბიჯი აკლია, მაგალითად გამარჯვება დენ ჰუკერზე. მაგრამ საკმარისი იქნება ეს ილიას დასაინტერესებლად? თოფური ახლა სხვა ლიგაშია. ის უკვე იყურება ისლამ მახაჩევისკენ, რადგან მისი ამბიციები ორ წონით კატეგორიას სცედა. თუმცა სარუკიანი ისეთი მეტოქეა, რომლის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ორ შორის ჰაიპი იმდენად მაღალია, რომ ბრძოლის არ ჩატარება უბრალოდ დანაშაული იქნება სპორტის წინაშე. ილიას კრიტიკა არმანის მიმართულებით, რომ ის მამიკოს ფულებით ცხოვრობს და სხვისი ხარჯით იწონებს თავს, ძალიან მტკივნეული დარტყმაა კაცისთვის, რომელიც ცდილობს საკუთარი სახელი დაიმკვიდროს.
სარუკიანი ცდილობს აჩვენოს, რომ ის ცუდი ბიჭია, მაგრამ ილია მას ისე ებტყრობი, როგორც ბავშვს, რომელიც უფროსების თამაშში ჩაერია. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა ილიას საფირმო ნიშანია. მან იცის, როგორ გამოიყვანოს მეტოქე წონასწორობიდან ოქტაგონზე გასვლამდე 3-4 თვის ადრე. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს, არის ის თუ როგორ დასრულდება ეს ინტერნეტ ომი. ილია აშკარად უფრო სერიოზულ იმიჯს ირჩევს. ძვირიანი მანქანები, საქმიანი შეხვედრები, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან მეგობრობა. სარუკიანი კი რჩება სტრიმერების და პრანკების დონეზე. ილიას აზრით, ეს მას პრესტიჟს უმცირებს. შენ მებრძოლი ხარ თუ ბლოგერი? ეს არის ის კითხვა, რომელსაც თოფურია ჰაერში ტოვებს. თუმცა ნუ დავიწყდებით, რომ ოქტაგონზე კოსტუმები და საათები არ იჩხუბება. იქ მნიშვნელოვანი იქნება სისწრაფე, ჭყიდავა და დარტყმის ძალა. სარუკიანი ძალიან ძლიერი მებრძოლია. მას აქვს შესანიშნავი ბაზა და რკინის ნებოსხობა. მაგრამ ილიას აქვს ის, რაც ბევრს აკლია: მკვლელის ინსტინქტი და უწრმოდებელი სიზუსტე. თუ სარუკიანი ისევ გაიხსნება ილიასთან, როგორც სხვა ბრძოლებში, თოფურია მას ამას არ აპატიებს. საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ კლასიკურ დაპირისპირებას. ახალი არისტოკრატია ილიას სახით და ქუჩის ხმაური სარუკიანის შესრულებით. ილია აალაჩა ყველაფერი. მან ცეცხლი წაუკიდა ამ დაპირისპირებას და ახლა მთელი სამყარო ელოდება, როდის გადმოვა ეს ცეცხლი ოქტაგონზე. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა იქნება. ილიას დახტევები ჰელვანისთან ინტერვიუში იყო ზუსტი, მწირე და დაუნდობელი. მან არ დატოვა არც ერთი თემა, არც ფული, არც ინტელექტი და არც სპორტული მომავალი. არმანს ახლა მოუწევს ძალიან ბევრი შრომა, რომ ეს იარლიკები ჩამოირეცხოს. მაგრამ ილია ხომ იცით, ის უკვე სხვა ნაბიჯზე ფიქრობს. ის უკვე ხედავს თავის თავს ისტორიაში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოს. რა გითხრათ, მეგობრებო, სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბულია. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ილიას ამ სიტყვებზე. მართალია თუ არა ის, როცა სარუკიანს ასე მკაცრად აკრიტიკებს. თუ არმანი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს და პოპულარობას ეძებს. ერთი რამ ცხადია, ჩვენ წინ გველოდება ნამდვილი ომი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომში გამარჯვებული მხოლოდ ერთი დარჩება. და ეს გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო ცივი გონებით და ხელი გულით მიუდგება საქმეს.